14 ნოემბერს მსოფლიო ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს. საქართველოში ბოლო მონაცემებით 2013 წელს მომხდარი ავარიების შედეგად 167 ადამიანი დაიღუპა და 2727 დაშავდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ამ მიმართულებით ქვეითებსა და მძღოლებს შორის არსებული სიტუაციაა. ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ ადგილზე სიჩქარის გადაჭარბება, ხოლო ქვეითების მიზეზით ავტოსაგზაო შემთხვევების წილი მეორე ადგილას მოდის. ეს არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. ერთ-ერთი უმთავრესი არის ადამიანის ქცევა, თუნდაც ის რომ ქვეითი გადარბის იქ, სადაც არ არის მისი გადასასვლელი, ის რომ მძღოლი არ უჩერებს ქვეითს იქ, სადაც ქვეითის გადასასვლელი არის. ამიტომ ეს არის ორი გზის მონაწილე, რომელიც ურთიერთპატივისცემას აავლენს ერთმანეთის მიმართ. ჩვენ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით მძღოლი, როდესაც არ დაუთმობს გზას ქვეითს და მოხდება ავტოსაგზაო შემთხვევა, ყველა შემთხვევაში არის დამნაშავე მძღოლი, ამიტომ მას შეიძლება ემუქრებოდეს ძალიან მაღალი ჯარიმა, ემუქრებოდეს თავისუფლების აღკვეთა და ასე შემდეგ. ზებრა გადასასვლელზე, სადაც წესით უნდა დამithმო გზა, იქაც არ მithმობენ და პირიქით, ანუ მე რო არ უჩერდები და მე გადავდივარ, ანუ აგრესია მოდის, ვინ ხარ, რატო არ ჩერდები და რო დაგარტყა ღირსი ხარ და ანუ ძირითადად ესეთი პრობლემა. დაუდევრობა მძღოლების უბრალოდ არასოდეს გზას არ დაგითმობენ. ძალიან იშვიათად რომ გზა დაგვითმონ და არ არიან მობიერი მძღოლები არ გყავს. ის მდგომარეობა, რაც ინფრასტრუქტურის მხრივ გვაქვს დღეს, არის ძალიან მოუხერხებელი და ძალიან საფრთხის მომცველი ქვეითებისთვის. და რატომ? თუნდაც ტროტუარები, თუნდაც ის გადასასვლელები, რომლებიც არის ქვეითებისთვის განკუთვნილი, არ არის მოწესრიგებული, არის ძალიან მცირე რაოდენობით და ფაქტიურად ჩვენს ქალაქში მანქანები არიან უმრავლესობაში. დღევანდელი კანონმდებლობით ქვეითებისთვის ჩვენ გვაქვს 10 ლარიანი ჯარიმა და კანონის დარღვევის შემთხვევაში ქვეითი უნდა ჯარიმდებოდეს ძალიან მკაცრად. თუმცა აღსრულების მხრივ მეტი ნაბიჯებია გადასადგმელი. გამარჯობათ, მაინტერესებს, ქვეითები ყველაზე ზაა როდის გაფერხებენ მოძრაობის დროს? გადასასვლელზე არ გადადიან ჩემო კარგო და ძალიან მწუხვართ ხოლმე. ქუჩაში გადასვლის დროს, რა თქმა უნდა, როცა არ გადადიან სპეციალურად მონიშნო ადგილებზე, აი მაშინ. წინ გადაგიხდებიან, სადაც არ არის გადასასვლელი, გადადიან. მწვალეზე გადადიან და რა ვიცი, ყველაფერი. ჩვენ უფრო გვეშინია ქვეითების, ვიდრე ქვეითებს მანქანების. დღეს მეც გადავწყვიტე გამოვცადო საკუთარ თავზე და დაგანახოთ თქვენს ის პრობლემები, რომელსაც თბილისის ქუჩებში ხვდებით. წავედით. აი, ძირითადად დაპირისპირება ყველაზე ისე მძაფრად არის ქვეითებსა და მძღოლებს შორის. აი, მაგალითად, აი ეს ვარიანტი, როცა გაურკვეველ ადგილას ხიდზე თან რატომღაც გამოჩნდა ქვეითი ესე ჰაერიდან. მძღოლებიც არიან ძალიან ხშირად დამნაშავეები თემასთან დაკავშირებით, რომ როდესაც არის ზებრა გადასასვლელი, რაც უნდა გათიშული იყოს შუქნიშანი, მძღოლი ყოველთვის ვალდებულია გზა დაუთმოს ქვეითს. აი ეს შემთხვევაც არის, მაგალითად, აი ქალბატონი ბავშვი როცა მოდის შუა გზაზე, ეს ხდება იმიტომ, რომ ქალაქში ნებისმიერი ტროტუარი და ნებისმიერი გზა არის გამხდარი ეგრეთ წოდებულ დასაპატიმრებელ ადგილად, იმიტომ რომ მანქანები არის გაჩერებული ყველგან აბსოლუტურად. დააჩქარე ემელი, დააჩქარე მოძრაობა. ძირითადად ჯარიმები ქალაქში არის განკუთვნილი მძღოლებისთვის, ხო? ანუ აი შენ გინახავს ქვეითი დაჯარიმებული, ანუ ესეთი მცნება გაგიგია? არა, იმიტომ რომ ძალიან ნაკლები ყურადღება იქცევა ქვეითის დაჯარიმებას. ეხლა შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი ექსკურსია ქალაქში. ჩემი აზრით საჭირო არის როგორც მძღოლების, ასევე ქვეითების ინფორმირება. დავანახოთ, რომ ძალიან ცუდი არის ის, რომ ნებისმიერი მხარე არ გვევს კანონს, ნელ-ნელა ჩვენ ეძებს უნდა შეიცვალოს ის სიტუაცია, რაც დღეს არის. უმნიშვნელოვანესია იყოს ინფორმირებულობა გზის მონაწილეებისა, როგორც მძღოლების, ასე ქვეითების, რათა მათ შორის დამყარდეს ის კეთილგანწყობა და თანაგრძნობა, თუ შეიძლება ითქვას, ერთმანეთის მიმართ. პატივცემდნენ არა მხოლოდ კანონს, არამედ მათ გაცნობიერებული ჰქონდათ ის, რომ ერთმანეთის გზის არ დათმობით თავადვე შეიძლება დაზარავდნენ.
14 ნოემბერს საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის და გაეროს მუდმივმა წარმომადგენლობამ საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევაში დაღუპულთა ხსოვნის დღე აღნიშნეს. კონფერენციაზე განიხილეს სხვადასხვა ქვეყნის ქუჩებში არსებული სტრატეგიები. ესტონეთში საგზაო უსაფრთხოების სახელმწიფო გეგმის შემუშავება 15 წლის წინ დაიწყო და საკმაოდ წარმატებულად მუშაობს. ინიციატორები საგზაო პოლიცია და უსაფრთხოების დეპარტამენტი იყვნენ. ჩვენ, ესტონელებიცა და ქართველებიც პატარა ერი ვართ და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის სიცოცხლე და უსაფრთხოება. ჩვენ უნდა გავაგებინოთ მოქალაქეებს, რომ გზებზე დაზარალებულები ყველა ჩვენგანი სახლობელია. ამიტომ ყველამ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე. Так что это очень важное дело. დღეს არის ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებულთა დაღუპულთა ხსოვნის საერთაშორისო დღე, რომელსაც აღნიშნავენ მსოფლიოში 70-ზე მეტ ქვეყანაში და მათ შორის ჩვენც საქართველოს ალიანსის უსაფრთხო გზებისთვის უკვე მესამე წელია ვუერთდებით ამ გლობალურ წამოწყებას. ყველა საინტერესო აქ ის ფაქტია, რომ ავტოკატასტროფების 95% არის პრევენცირებადი. შეიძლება მისი თავი დანაწილება, იმიტომ რომ არის გამოწვეული ადამიანური ფაქტორებით, ანუ დაუდევრობის დაციკლივა ნასაობა, სიჩქარის გადაჭარბება თუ ხილვადობის სინაკლებები. ერთ-ერთი ესეთი ფაქტორი ავტოკატასტროფის გამოწვევი ეს არის ხილვადობის ნაკლებობა და სწორედ აი ამ ერთ-ერთი პრობლემაზე ყურადღების გამახვილებისთვის დღეს გვაცვია ჟილეტები, სპეციალური ჟილეტები, რომელსაც აქვს შუქამრეკლები. ასევე გამრავლ მოქალაქეებს ახალგაზრდებს ჩვენი თანამოაზრეები ურიგებდნენ შუქამრეკლებს, რომლებიც ემსახურება იმას, რომ ხამით ქვეითად მოსიარულე, ფერხით მოსიარულე იყოს ხილვადი.